მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ უკრაინაში ამ მომენტისთვის მიმდინარე მოვლენებს. გულისხმობ საომარი მოქმედებების მნიშვნელოვან ცვლილებას დინამიკაში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ნათელია. ერთი მხრივ ეს არის დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სიღრმეში და მეორე მხრივ ეს არის კონტრშეტევითი ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს ზაპოროჟიეს მიმართულებით. პრინციპში ტაქტიკური შინაარსის არის, არ არის ოპერატიულის, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების მიზეზი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახდა ეს ოპერაცია უკრაინელებისთვის და ბოლო პერიოდში ნამდვილად ასეთი მნიშვნელოვანი კონტრშეტევა არ ქონიათ. ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი უკავშირდება იმ დინამიკას, რომელიც გაგვაჩნია მეოთხე წლისთავზე ომის. დღეს არის ზუსტად 4 წელი, რაც რუსეთი ფართომასშტაბიანი შეჭრის მცდელობით ახორციელებს უკრაინის სახელმწიფოს განადგურების ფართო კამპანიას და მისი მიზანია ზოგადად უკრაინის სახელმწიფოს როგორც ასეთის გაქრობა, ოკუპაცია თლიანი სახელმწიფოსი, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, რუსეთის მთავარი სტრატეგიული მიზანი და მიზეზიც, რატომაც დაიწყო ეს საომარი მოქმედებები, უკავშირდება საბჭოთა კავშირის ან რუსეთის იმპერიის გავლენის აღდგენას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. და უკრაინის დაკავების შემდეგ გეგმა, რა თქმა უნდა, მოიცავდა მოლდოვას, ბელარუსს, ისედაც ბელარუსში ლოიალური რეჟიმია, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ის რეგიონები, რომელზეც რუსეთმა დაკარგა გავლენა და ვლადიმერ პუტინს ღიად აქვს ნათქვამი, რომ მე-20 საუკუნის მთავარი კატასტროფა გეოპოლიტიკური არის საბჭოთა კავშირის დაშლაო და აი ამ ტერიტორიების აღდგენა სურს, მაგრამ დღეს ჩვენთვის საკვანძო არის, აი რა ხდება ამ მომენტისთვის მეოთხე წლისთავზე ომის, რომელიც საკმაოდ რთული და მძიმე არის. პირველი უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სარაკეტო დარტყმა ფლამინგოს მეშვეობით ვოდკინსკიში მათ საწარმოზე. 21 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვოდკინსკში, ასეთი კონკრეტულად დასახლებული პუნქტი არის, უდმურტიაში, რუსეთში, მიაყენეს დარტყმა მათ ესე იგი რაკეტების მშენებლობით დაკავებულ ობიექტზე, სადაც ამზადებენ ისკანდერ M-ი, ორეშნიკი, იარსი, ბულავა და ტოპოლ M-ი ეს ბალისტიკური რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანი, რაც რუსეთს გააჩნია. რუსული და უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ დარტყმა განხორციელდა ახალი უკრაინული დარტყმითი ფრთოსანი, ესე იგი რაკეტის მეშვეობით, რომელსაც ქვია ფლამინგო და რეალურად ესე იგი ხედავთ რა შედეგები არის ამ დარტყმის განხორციელების შედეგად და ეს არის დაახლოებით 30 მეტრი 24 მეტრზე ხვრელი ამ შენობაში, რომლის შედეგადაც აშკარად არის, რომ ხვრელის გახვრეტის შემდეგ, ანუ რაკეტამ ეს წარმატებით განახორციელა, მოხვდა შენობაში თავად შიგნით და იქ უკვე აფეთქდა და როგორც ჩანს, ამის შედეგად წარმოუდგენლად დიდი ზიანი მიაყენა ამ ობიექტს. უნდა ვთქვათ, რომ დრონებს ამის განხორციელება არ შეეძლოთ ბუნებრივად. დრონის აფეთქებას გარედან არ ექნებოდა და ვერ ექნებოდა ის ეფექტი, რა ეფექტიც იქონია ამ ესე იგი ბალისტიკური რაკეტის მიერ ჯერ კინეტიკურად, ანუ ფიზიკურად, ასე ვთქვათ, გარღვევა აი ამ შენობის კედლების, სახურავის მათ შორის და შემდეგ შიგნით უკვე აფეთქება, რაც ძალიან სერიოზული დარტყმა არის
და პრინციპში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის შედეგად მთლიანად აი ამ კონკრეტულ ერთ შენობაში, იქ ბევრი შენობა არის, თუმცა მე ვარაუდობ, რომ დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შედეგად პრაქტიკულად დაზვერვას შეეძლო განადგურება იმ ობიექტის, რომელზეც იყო ასეთი სტრატეგიული ამოცანა და რეალურად განადგურებული უნდა იყოს საკვანძო ესეთი ადგილი, სადაც ხდებოდა წარმოება ამ ბალისტიკური რაკეტების, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაკეტების წარმოება შეჩერებულია საკამაოდ ხანგრძლივი პერიოდით, ან შეიძლება შეწყდეს რაღაც პერიოდით საერთოდ. ფლამინგო რეალურად არის ფრთოსანი ახალი რაკეტა, რომელიც 3000 კილომეტრიანი რადიუსით მოქმედებს, ანუ შეუძლია დარტყმები მაქსიმუმ 3000 კილომეტრამდე და 1150 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება გააჩნია. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე შორეულ მანძილზე მოქმედი უკრაინული ტექნოლოგია ამ მომენტისთვის და უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით ეს ახლა ამ შემთხვევაში დარტყმა ეს არის 1700 კილომეტრიანი მანძილის ასე ვთქვათ, გადალახვის შემდეგ ასეთი კონკრეტული დარტყმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, საკმაოდ ეფექტური და რა თქმა უნდა, საკმაოდ შორეულიც. რა თქმა უნდა, ეს ასევე შეეხება პოლიტიკურ და სამხედრო ეფექტს ამის. დარტყმა უკავშირდება, ესე იგი, იმ ქარხანას, რომელიც არის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ. ამავდროულად თავად აქ ამ კონკრეტულ შენობაში, როგორც ვიცით, ხდებოდა საბოლოო უკვე მომზადება, ანუ იმისთვის, რომ წარმოების ბოლო ეტაპზე გადასულიყო, ანუ რეალურად აქ მთელი აი კორპუსის, რაკეტის კორპუსის მისი ძირითადი კონსტრუქციის ჩამოყალიბება იყო, ხდებოდა და რეალურად ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნება წარმოება. არსებობს ვარაუდი, რომ ისკანდერების წარმოება და სხვა რაკეტების წარმოება შეიძლება რამდენიმე წელით კი ასე იგი შეჩერდეს, რაც ძალიან სერიოზული წინსვლა არის, თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება. Reuters-ის და Yahoo News-ის ინფორმაციით ამავდროულად მოხდა კიდევ რამდენიმე დარტყმა, მათ შორის ნავთობის და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე სამარას ოლქში, რუსეთში. სავარაუდოდ უკრაინელებმა გამოიყენეს საკმაოდ აქტიურად გამოყენებადი სტრატეგია ზოგადად ნებისმიერ ომში, რამდენიმე ერთდროულად მიზანი ჰქონდათ და რეალურად მოწირა ამდენი მხარეს ვერ მისცეს საშუალება, არ მისცეს საშუალება, რომ მიხვდეს კონკრეტული მიზანი რა არის, ამით მათ შორის ყურადღების გაფანგვის ასეთი სტრატეგიაც პრინციპში მოქმედებდა. უნდა ვთქვათ, რომ სამარას გუბერნატორმა ფიოდორიშევმა განაცხადა, რომ ნამდვილად ნეფტეგორსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, რომელიც როსნეფტს ეკუთვნის და რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს დაახლოებით 750 მილიონი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. იქ იყო საკმაოდ დიდი ხანძარი და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის დარტყმები არის ეფექტური. რეალურად სწორ ადგილას დაარტყეს, ასე ვთქვათ. 23 თებერვალს დარტყმების შემდეგ განხორციელდა ნავთობის გადაზიდვის კონკრეტულ ცენტრზე, კალეიკინო ქვია მას, სადაც მიმდინარეობს, ასე იგი, ნავთობის გადაზიდვა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით. იქაც საკმაოდ სერიოზული ხანძარი გაჩნდა. აქ აი ამ კონკრეტულ ცენტრში ხდება დაახლოებით 350,000 ტონა ნავთობის
გადაზიდვა წელიწადში, მათ შორის, ესე იგი, სხვადასხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართულებით შემდგომ. 19 თებერვალს ლიგანეტის ინფორმაციით ჩვენ, ესე იგი, ვხედავთ თანამგზავრის მიერ გაკეთებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ველიკო ლუქსკოის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მთლიანად განადგურებულია და ესე იგი პრაქტიკულად ისეთი ხანძარი იყო, რომ იქ არაფერი არის დარჩენილი და ამას ადასტურებს სწორედ თანამგზავრის ფოტოები. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია დამწვარი, ასე არ არის. ესეც საინტერესო კიდევ ერთი დასტურია. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ განხორციელდა კიდევ ერთი დარტყმა ტამანევცე გაზის მიმართულებით კრასნოდარის ოლქში, ახლოს არის ჩვენთან აფხაზეთის შემდეგ. მათ შორის დღესაც იყო ინფორმაცია იმაზე, რომ საზღვარი ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი ფსოუზე ჩაკეტილია, რადგანაც სოჭზე არის დარტყმები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების. ეს არის ძალიან საინტერესო, ანუ უკრაინა საკმაოდ აქტიურად ახორციელებს სტრატეგიულ დარტყმებს, ყველა ძალიან კარგად გაქვთ პრინციპში ინფორმაცია, რა მიზანს იმსახურება ეს. რუსეთს ექმნება დეფიციტი ნავთობის გადამამუშავების მათ შორის, პირველ რიგში გადამუშავებასთან არის მთავარი პრობლემა და საწვავის პრობლემა ექმნება. დიახ, რუსეთს, რომელიც აქამდე იყო მომარაგებელი, თუ არ ექნება გადამუშავების საშუალებები, პრაქტიკულად მაგ შემთხვევაში არ ექნება საწვავი და საწვავი ფრონტზე არის საჭირო ძალიან დიდი რაოდენობით, პლუს საჭიროა თავად ქვეყანაში. ახლა რუსეთმა დაიწყო საწვავის გადამუშავება სხვა ქვეყნებში, ყაზახეთში, როგორც ვიცით, და ყულებში, საქართველოში, როგორც ვიცით, ამიტომაც ყულები არის ევროკავშირის სანქციების პაკეტში, როგორც ვიცით, როგორც გავიგეთ ეს ევროკავშირის წყაროებიდან. მათ შორის პრინციპში საქსტატის მონაცემებიც ექსპორტის და იმპორტის, ანუ რა რაოდენობით ნავთობი შემოდის და ჩვენ რომ ექსპორტიორიც გავხდით და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყულები როგორც ვიცით ასევე არ ფუნქციონირებს ჯერ, არ მოქმედებს, იქ უკვე ამის ისი გეგმება ერთი მხრივ და გაფორმება ხდება მეორე მხრივ, როგორც გავიგეთ აი ამ მედიიდან და ამ წყაროებიდან. პარალელურად, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის კონტრშეტევა, რომელიც მიმდინარეობს გულაიპოლეს მიმართულებით. მე მანამდე ვისაუბრე რამდენიმე პრინციპში კვირის წინ გულაიპოლეს საკითხზე, როდესაც ჯერ კიდევ რუსების შეტევა მიმდინარეობდა, ახლა არის პრინციპში კონტრშეტევა. უნდა ვთქვათ, რომ 2026 წლიდან დაიწყო ეს კონტრშეტევა და აი ბოლო კვირეებია განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ სტარლინკები გათიშეს რუსეთის კონტროლირებად ნაწილში, ანუ რეალურად სპეციალური სიები აქვს უკრაინელებს და მარტო უკრაინელები სარგებლობენ ამ ტერიტორიით, იმიტომ რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად იყო უკრაინა და უკრაინის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია სტარლინკი. ხო და შეზღუდას ეს სპეციალური სიებით და რუსებს ახლა სტარლინკზე, ანუ ეს არის თანამგზავრის ინტერნეტი ამერიკული ილონ მასკის კომპანია არის სტარლინკი და შეზღუდულია ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, ამის შემდეგ რუსებს შეექმნათ სერიოზული პრობლემები კავშირთან საზღვარზე და უკრაინელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ დაიწყო სწორედ ასეთი აქტიური ქმედებები გულაიპოლეს მიმართულებით. პრინციპში ვხედავთ, რომ რუსები აკონცენტრირებული არიან მდინარე იანჩურის მარცხენა სანაპიროზე და იქ სოფელ უსპენოვკასთან ამავდროულად ორი ბრიგადა აქვთ იქ მობილიზირებული 57 და მე-60 შემდეგი წინსვლის მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი აცხადებდა, რომ უსპენოვკა აიღეს, თუმცა ეს ინფორმაცია თვლად, ესე იგი, ასეთი საბოლოო არ არის.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინელებმა დაიწყეს სერიოზული კონტრშეტევითი ქმედებები და დაახლოებით არის გათავისუფლებული ის მონაკვეთი, რომელიც გულაი-პოლედან ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარეობს. ანუ რეალურად თუ რუსები თუ უწევენ დასავლეთის მიმართულებით, გულაი-პოლედან, ასე იგი, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ჩრდილოეთით უწევენ მათ უკრაინელები და დაახლოებით განთავისუფლებული არის, ასე იგი, 20 კილომეტრიანი ასეთი პლაცდარმი სიგრძეში, სიგანეში დაახლოებით 30 კილომეტრიანი, რაც საკმაოდ დიდია რუსეთთან შედარებით, რასაც რუსეთი იკავებს, მაგრამ ზოგადად ეს არის ტაქტიკური პლაცდარმი მაინც და უკრაინელებმა ეს წარმატებით განახორციელეს. გულაი-პოლე ზოგადად გახდა ეხლა მთავარი საკვანძო მიმართულება ქმედებების. თავად გულაი-პოლეში გეტყვით, რომ პრინციპში ქალაქი მეტწილად 80%-ით რუსების კონტროლის ქვეშ არის, თუმცა სოფელიც არის ალბათ, დიდი სოფელი. და სოფლის 20%-ში და გარკვეულ ნაწილში უკრაინელები ჯერ კიდევ იმყოფებიან. ეს არის კლასიკური სცენარი, არაფერი განსაკუთრებული. უკრაინელებს ასე ურჩევნიათ იქ რეალურად სტრატეგიული პოზიციების დაკავება. და ამავდროულად უნდა ვთქვათ სლოვიანსკის მიმართულებით, ასევე თავდასხმაზე, იქ რეალურად რუსები ცდილობენ გარკვეულ წინსვლას, თუმცა განსაკუთრებული იქ ცვლილებები არ არის. რუსეთის, ასე იგი, კონკრეტულად წინსვლა ძალიან შეზღუდულია პროცენტულად თუ შევხედავთ და არანაირი სერიოზული წინსვლის საშუალება არ გააჩნიათ. პირიქით, გაჭედილები არიან სწორედ სლოვიანსკის და კრამატორსკის მიმართულებით რუსები. დაწყებულია ასევე ძალიან საინტერესო პროცესი, ეს არის მათი რუსების სტუდენტების და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ვინც სწავლობს, ხო, ასე ვთქვათ, კოლეჯებში მათ შორის, მათი მობილიზაციის მცდელობა ხელშეკრულებით და მათ არწმუნებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მართვის დანაყოფებში იქნებიან, თუმცა როგორც ჩანს ეს რა თქმა უნდა ტყუილია და მიზეზი არის მარტივი, ბოლო რამდენიმე თვე არის და უკრაინელები ამას ადასტურებენ, რომ რუსებს შეექმნათ სერიოზული პრობლემა. ანუ ერთ თვეში მეტი ადამიანი კვდება ან კლავენ უკრაინელები, ვიდრე მათ შეუძლიათ მობილიზება რუსებს. ამის შედეგად დეფიციტი ექმნებათ ფრონტზე ძალების. ორიოდე სიტყვით ვიტყვი ასევე ეკონომიკურ მდგენელზეც, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა 2026 წელს აპირებს 7 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას. ეს არის დაახლოებით ორჯერ მეტი, რაც წარმოებული იყო 2025 წელს 4 მილიონი და 2023 წელს 24 წელს უკაცრავად 2,2 მილიონი და 2023 წელს 800,000. ანუ ომის დაწყებიდან დღემდე 10 ჯერ გაზარდეს უკრაინელებმა დრონების წარმოების შესაძლებლობა. თითოეულ ბრიგადას თვეში ჭირდება 2500 FPV დრონი თვეში და ესე იგი ბიუჯეტი, ესე იგი თავდაცვის უკრაინის წელს იქნება 120 მილიარდი დოლარი. აქედან 80% იქნება მიმართული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე, სააერო თავდაცვის სისტემებზე და артиლერიის მიმართულებით. FPV დრონები პრინციპში არ არის ძვირი, მაგრამ ძალიან დიდი საჭიროება არის მაინც ამის და პრინციპში კონკრეტულად ესე იგი აქამდე ძალიან დიდი თანხები გროვდებოდა ამ მიმართულებით საზოგადოებისგან. ერთმა ფონდმა მარტო მოახერხა 210,000 დრონის მიწოდება ფრონტისთვის. გარდა ამისა, უკრაინელები აგრძელებენ, ასე იგი, მოდერნიზაციას საკუთარი ტექნიკის, რაც გააჩნიათ და ცდილობენ, ასე ვთქვათ, უკეთ მოემზადონ
საბრძოლო მოქმედებებისთვის, თუმცა ტექნიკის როლი ძალიან სერიოზულად შემცირებულია ზოგადად. უკრაინა ასევე ავითარებს სხვა დრონებს, როგორიც არის ოქტოპუს 100 და TAF 100, ესე იგი I-10, რომლებიც არიან შაჰედების გამანადგურებელი დრონები სპეციალური და საკმაოდ მაღალი სიჩქარის არიან, უნდა რეალურად დაეჯახონ შაჰედს და ამით გაანადგურონ შაჰედები. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ზამთრის პერიოდში FPV დრონები კარგავენ ეფექტურობას, თუმცა რუსული შაჰედები ირანული სინამდვილეში იგივენაირად ეფექტურები რჩებიან. ახლა შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ რუსეთის ამ მომენტისთვის თავდასხმა პოზიციური ხასიათის არის, ისევე როგორც ძალიან დიდი ხანია. ბოლო 2 წელიწადში რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიის 1,3% 2 წელიწადში. წარმოუდგენელია რეალურად ეს რუსეთის ამბავში და უკრაინისთვის ეს ძალიან სერიოზული მონაპოვარია 1,3% 2 წელიწადში. და უკრაინა ზრდის საკუთარი შესაძლებლობებს, მათ შორის თავდასხმის და ფლამინგო არის ამის კარგი მაგალითი. უკრაინა ჭკვიანად იბრძვის, რუსეთი რაოდენობით იბრძვის. კლასიკური შემთხვევაა რუსეთთან. ლოგისტიკა და ეკონომიკა რუსეთის სუსტი წერტილებია და მათი საერო თავდაცვის სისტემები იმდენად სუსტია, რომ ეს უკრაინას ბევრ შესაძლებლობას აძლევს და ხედავთ შედეგებს. პრინციპში უკრაინის გათვლა დრონებზე არის ძალიან საინტერესო და სწორი. რუსეთში წარმოება ტექნიკის ნამდვილად ლიმიტირებულია, ხოლო რაკეტების წარმოებაც თუ ლიმიტირებული გახდება და ფლამინგო კიდევ უფრო აქტიურად თუ გამოიყენეს უკრაინელებმა, რათა გაანადგურონ, უკვე არის ვარაუდი, რომ კონკრეტულად შაჰიდის ტიპის დრონები სადაც იწარმოება იციან. და მაგას ვერ გადაიტან, ვერ დამალავ ასე მარტივად. და შესაბამისად დიდი ალბათობით მანდაც იქნება დარტყმები. ნუ სანამ რუსები მიხვდებიან, რომ რაღაცების მიწის ქვეშ არის გადატანა საჭირო, ან სანამ გადაიტანენ, ეგრე მარტივი რაღაცა ლოგიკა არის, რომ აეროდრომებზე ანგარები უნდა ქონოდათ და დაცული უნდა ყოფილიყო თვითმფრინავები მაგალითად, ასე რომ პირობითად რაღაცა რო სწორია, არ ნიშნავს, რომ ამას აკეთებენ. შესაბამისად ის რომ სწორია ანგარების ქონა, რუსები ამას მაინც არ აკეთებდნენ ხშირად და უპილოტო საფრენი აპარატებით, ჩვეულებრივით FPV დრონებით გაანადგურა. FPV ერთ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული სპეცოპერაცია რო ჩაატარეს, მაგრამ კაი, სხვა შემთხვევაში სტანდარტული დრონებით გაანადგურეს ძალიან ბევრი რუსული თვითმფრინავი და ტექნიკა, რომელიც უბრალოდ ღია ცის ქვეშ იდგა. რუსეთში გეგონება ომი არ მიმდინარეობს, მეოთხე წელია ფართომასშტაბიანი, მაგრამ თუ სანამ რუსები რამეს გააკეთებენ, მიხვდებიან და მე თუ გააკეთებენ, უკრაინელებს უკვე გეგმები აქვთ, როგორც ჩანს, რომ დარტყმები მიაყენონ ფლამინგოს მეშვეობით სხვა სტრატეგიულ ობიექტებს და გააჩერონ რუსეთის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი ბალისტიკური რაკეტების და დრონების წარმოების პროცესი, რომლის შედეგადაც თავად ფრონტზეც გარდატეხის ორგანიზება გაცილებით რეალურია. და ამას როდესაც ემატება ნავთობის და ბენზინის კრიზისი რუსეთში და მათ შორის ნავთობი არის ორმაგი ასეთი პრობლემა, ერთი რომ ნავთობიდან და ნავთობის გადამუშავებისგან რუსეთს აქვს შემოსავალი, უმრავლესობა რუსული შემოსავლების მანდედან მოდის 60% დაახლოებით და მეორე მომენტი არის, რა თქმა უნდა, ფრონტის მომარაგება საწვავით. ამ ორივეს პრობლემის მოგვარება შეიძლება იმით, რასაც უკრაინელები არიან ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკების, ქარხნების მიმართულებით სტრატეგიული გეგმიერი დარტყმებით. პრინციპში ახაც წარმატებით მიმდინარეობენ. თუ უკრაინელები ამას წარმატებით გააგრძელებენ და ფრონტის ხაზებს, რასაც ხედავთ, გულაიპოლეს მიმართულებით კონტრშეტევა, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები ზოგადად ძალების დაზოგვის რეჟიმში არიან და როცა ჭირდებათ, მაშინ აქტიურობენ მხოლოდ კონტრშეტევითი მოქმედებებით. მაშინ ეს რეალურად დადებითად საუბრობს ზოგადად უკრაინაზე და თუ უკრაინელებს ექნებათ მეტი რესურსი, შესაძლებელია სერიოზული
კონტრშეტევითი პოზიციონირება და ნახეთ საინტერესო რა არის თუ რუსები მიდიან 1 წელიწადში იკავებენ რაღაც ტერიტორიებს, უკრაინელებს მერე შეუძლიათ 1 კვირაში დაიბრუნონ ეგ ტერიტორიები. ანუ შესაბამისად ეს უბრალოდ სამწუხაროდ, მაგრამ ეს ტერიტორიები არის გადაქცეული ასეთ პოლიგონად, სადაც მიმდინარეობს ბრძოლები. პატური, ანუ ჩიხური ვითარება არის, ასე ვთქვათ, ბალანსი არის ორ მხარეს შორის, სანამ ბალანსი არ გაირღვევა და ნუ რუსების გათვლა არის უბრალოდ დაღლაზე, ემოციურ დაღლაზე, უკრაინელების გათვლა არის სტრატეგიულ სისუსტეებზე და რა თქმა უნდა, უკრაინელების გათვლა გაცილებით უფრო სწორია. საქმე იმაშია, რომ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, იმიტომ რომ დიდხანს თუ ესე გაგრძელდა, შეიძლება რუსების გათვლაც იყოს ეფექტური დაღლის, მაგრამ პრაქტიკულად, რომ ვთქვათ, უკრაინა ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ სტრატეგიას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო 4 წლის თავზე უკრაინა ნამდვილად არ მარცხდება, ტაქტიკურად ზოგიერთ სფეროში და მიმართულებით უპირატესობა აქვს. გამარჯვებამდე შორს ვართ, მაგრამ დასავლეთის ხარდაჭერის პირობებში გამარჯვებაც კი არის რეალისტური და შესაძლებელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.